მიირთვი ქეთევან, დედიკომ ეს ყველაფერი წყვილად ხომ არ გაამზადა. ანიდა არ ხშია. როგორ არ ხშია, დილიდან არაფერი გიჭამია, შეერი ხომ არ იქნები. სულ ვარ ვამჩიერი, ჭამე ჩიპსი, მარილიანი ცხირები, შოკოლადი, ჟელიბონები. დედიკომ ხომ გითხრა, რომ ეს ყველაფერი მაღლია, თანაც ჩიპსი და ჟელიბონები დასაჭმელია. არიდა საჭმელი, ანხია, თუ გინდა შეთვითონ ჭამე ჩემი წილით. რა გავაკეთო? ქეთევანს პიკოს გადაცემები უყვარს და პიკოს ხომ არ დაბურეყო? ალო, გისმენთ? პიკო ხაზია? ალო, პიკო, მარიამი ვარ, შენი დახმარება მჭირდება. აბა რითი დაგეხმარო? გასაგებია. ხოლოდ შენი დაიკო არ უარობს. დროა, მარეფენას ამბავი მოგიყვეთ. მარეფანა ვინ არის? ეს ძველი ისტორია. რომ იცოდე, ეს ამბავი მე დეიდა ბუმ მომიყვა. ამ ქვეყნად ბევრი რამ ამოუცნობი ხდება, ჩემო პიკო. ზოგ ზღაპარზეც კი დაუჯერებელი. მარეფენას ამბავიც ასეთია. მარეფენა მაგების, ჯადოქრების შთამომავალია. ზოგ წინაპრისგან მას სილამაზე და მომხიბლელობა ერგო. ზოგმა კი საშინელი ხასიათი დაუდოვა. რა თქმა უნდა, ჯადოქრობის უნარი მასაც გამოყვა. თუმცა ერთი უცნაურობა მხოლოდ მარეფენას ახასიათებდა. მისი სილამაზე ბავშვების უჭმელობაზე იყო დამოკიდებული. რაც მეტი ბავშვი ჭირვეულობდა და ჯანსაღი საკვების ნაცვლად მხოლოდ კბილეულს და მავნე რაღაცებს მიირთმევდა, მარეფენა უფრო ლამაზდებოდა, ძლიერდებოდა და ახალგაზრდა ხდებოდა. ეს იმიტომ, რომ ამ ბავშვის ძალები მას ემატებოდა. თითო ლუკმაც მერგება. მე მარაფენა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ჯადოქარი ვარ. კარგად დამაკვირდით. ერთი საიდუმლო მინდა გაგანდოთ, ჩემო მეგობრებო. რაც უფრო მეტი ჭირვეული ბავშვი დაიარება ამ ქვეყნად, მე უფრო ძლიერი, ლამაზი და ჯანმრთელი ვხდები. ხო, მათ არც კი იციან, რომ ჯანსაღი საკვების გარეშე ვერც გაიზრდებიან, მეხსიერებაც დაუსუსტდებათ და გონებაც, რა თქმა უნდა, გოგონებს თმები აღარ გაეზრდებათ, ბიჭებს კი კუნთები. სამაგიეროდ მე უფრო და უფრო ჯანმრთელი, ძლიერი და ლამაზი ვხდები. შემომხედეთ, თმებიც როგორ სწრაფად მეზრდება. წადით ახლავე და ყველა ბავშვს თააგონეთ, რომ გაზიანის სასმელები, ჩიფსები და ტკბილეული სასარგებლოა. ხო, რაც უფრო მეტი ბავშვი მიირთმევს ჩიფსებს, გაზიანს სასმელს, დალევს და ტკბილეულს ბევრ შეჭამს, მე უფრო მეტად გავძლიერდები, უფრო მეტად გავლამაზრდები და ჩემი თმებიც უფრო დაგრძელდება. გაიგეთ,
გაიქეცი სწრაფად დროზე რაღაც უყურებ. სწრაფად ბევრი უჭმელი და ჭირვეული ბავშვი მჭირდება. ჩქარა გაიქეცით. მარე ფენას ჯუჯა ქალები წავიდნენ ბავშვების სანახავად. იმის იმედად, რომ მარე ფენა მათ ახალგაზრდობას დაუბრუნებდა. ვნახოთ ერთი აქ რა ხდება. არ მინდა მოსკნეული, არ შეეწა, მათ თევზი მინდა, არ მიყვარს. ლილე, აუცილებლად უნდა მიირთვა, თუ გინდა რომ ჯანმრთელი იყო. მე ახლა გავალ და რო დაბრუნდები შეჭმული დამახვედრე. ამ გოგოს ნამდვილად უნდა დავეხმარო. ჰაჰა, მე ვიცი რა უნდა გავაკეთო. ვაი, ეს ბებერი ქალი სადგან გზავნეს, მაგრამ რა გავაკეთო? უარს ვერ ვეტყვი. წავედი ვინმე ვნახო. რაღაცჯერ არავინ არა ჩანს. ვაი, ეს ბუჩქები საიდან გაჩნდა? ვაი! თელს სოფლიოში დიდი ამბავი ატყდა ამ პრობლემაზე. ტელევიზიებმაც კი გააშუქეს. მოგესალმებით, ეთერშია ახალი ამბები პიკო ტივიზე. მეცნიერები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები საგანგაშო ვითარებაზე საუბრობენ. ბავშვები უარს იძახიან ნებისმიერ ჯანსაღ საკვებზე, რამაც გამოიწვია მათი უმრავლესობის იმუნიტეტის დაქვეითება, სიმაღლეში ზრდის შეჩერება და მხედველობის გაუარესება. მეცნიერების აზრით, მხოლოდ ერთი შანსიღა დარჩა დავარწმუნოთ ჩვენი პატარები, რომ მათი ჯანმრთელობა, ზრდა და სილამაზე პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ იკვებებიან და რამდენად დიდ დროს უთმობენ ფიზიკურ დატვირთვასა და ძილს. ეთერში ახლა გვერდთობიან ბავშვებისათვის საყვარელი გმირები. თუ გინდა მაღალი და ძლიერი გაიზარდო, აუცილებლად უნდა მიირთვა ლობიო, მარგა, კლერცი, საქონლის ხორცი, რძე და ხაჭო, ვაშლი, ბანანი, კაფლი და აუცილებლად შვრიის ფაფა. და მეთანხმებით, კარგი მხედველობა აუცილებელია. ამიტომ მიირთვით წვიმიანი თევზი, თევზის კორნი, სტაფილო, მოჩვი. აქაც დაგესმარებათ კაკალი და ისპანაში, ასევე კობრა, ჭანილები და ჭიჭოშები. ისწავლით ძლიერები. მე კი გაგანდობთ ჩემი ლამაზი თმების საიდუმლოს. უნდა მიირთვათ კვერცხი, ისევე როგორც თევზი, კაკალი, ისპანახი და კიდევ ბევრი სხვა კენკრა. და იქნებით ისეთივე ლამაზები, როგორც მე ვარ. გოგონებო, თქვენ თუ პრინცესებს დააკვირდებით, შეატყობთ როგორი ლამაზი ჯანსაღი სახისკანი აქვთ. გინდათ თქვენც ასე იყოთ? მაშინ აუცილებლად მიირთვით ღვიძლის ნაწარმი, ბროკოლი, რა თქმა უნდა, კაკალი, ნიორი, რომელიც იმუნიტეტს აძლიერებს და კიდევ აუცილებლად იმედია ჩვენი მეგობრები დაფიქრდებიან და ჩვენი რესპონდენტების რჩევებს გაითვალისწინებენ. ერთი რჩევა ჩემგანაც, ნუ გაახარებთ მარე ფენას. სალომე ეს ტკბილეული საიდან გაჩნდა? მე რა ვიცი, მე მიცელი ნეტავსულ არ შემეჭამა.
სწრაფად ჩემი ვირუსი უნდა შევყარო. ეს საიდან გაჩნდა? მოდი ვამბობ. მართლაც არ გვეჭამა. სულ შენი ბრალია. რაც ჩემი ბრალია, შენ ჩონჭამდი. შვენიერია. რა ხდება? ყველა ჩემი მეგობარია გახდა. ზოგს მუცელისტივა, ზოგს კი კბილი. ეს ბავშვი რაღაც არ მომწონს. სულ მეუბნებოდი, ნუჭამთ ამ მავნე რაღაცებს. ხელდაბოსტნეული აჯობია, ან დედიკოს გაკეთებული ვახშამი. რაც უნდა თავარ. ვაი მე რაც უნდა თავარ. ბავშვებმა ალბათ ჯანსაღის საკვების მიღება დაიწყეს. გაიქეცით ჩემო ერთგულებო და გამირკვიეთ ვინ არის. გაიქეცით. ხომ ვიცახდი ეს ბავშვი არ მომწონს თქო. ფერიები არსებობდნენ. ჩაუფიქრებდი სულს, რომ ყველა მავნე საკვები გაქრეს ამ ქვეყანაზე. ეს რა არის? აქ საიდან გაჩნდა? დედა და მამა ამას არ იყიდნენ. წვენის დალევა ჯობია ხილი და ბოსტნეული მივირთვათ. წავიდეთ ხილი გავრეცხოთ. მეტად რა ხდება? რაღაც სუსტად ვგრძნობ თავს. ხილი კარგად უნდა გავრეცხოთ. ხა. აბა ხილი და ბოსტნეული სავსეა ვიტამინებით. ხარა აკაიჭა. ვა, ხილი. მეტად რა ხდება? როგორც უნდა თქვა. ალბათ ბავშვებმა ჯანსაღის საკვების მიღება თუ დაიწყეს. ასე თუ გააგრძელებს, აღარც ლამაზი ვიქნები, აღარც თმა მექნება გრძელი და საერთოდ გავქრები. რა მოუვიდეთ ამ ბავშვებს? არა, ასე თუ გააგრძელეს, სხვა ქვეყანაში მომიწევს წასვლა და ჭირვეული ბავშვების მოძებნა. ჩემო ერთგულებო, ჩემო საყვარლებო, წამოდით გამომყევით, წამოდით, გამომყევით. აი, ასე დასრულდა ეს ამბავი. იმედია მარეფენა ჩვენთან აღარასდროს დაბრუნდება. მარია, სად არის ის სადილი დედიკომ რომ მომანდარა? შია, მოდი ერთად ვისადილოთ. მიხარია რომ ადრე შეიცვალე. დღეიდან მხოლოდ ჯანსაღს საკვებს მივირთმევ.
ველის მეგობარი